გამარჯობა, დღეს 7 თებერვალია. წარმოგიდგენთ 10 ყველაზე ცნობილ ადამიანს, რომელიც ამ დღეს დაიბადა. 1812 წლის 7 თებერვალს დაიბადა ვიქტორიანული ერისა და ყველა დროის ერთ-ერთი ყველაზე პოპულარული ინგლისელი მწერალი ჩარლზ დიკენსი, რომლის რომანებისა და მოთხრობების ბეჭდვა არასდროს შეწყვეტილა. 1978 წლის 7 თებერვალს დაიბადა ჰოლივუდის ვარსკვლავი ამერიკელი მსახიობი ეშტონ კაჩერი. ის 2005 წლიდან 2012 წლამდე დაქორწინებული იყო ამერიკელ მსახიობ დემი მურზე. 1974 წლის 7 თებერვალს დაიბადა კანადელი კალათბურთელი სტივ ნეში. მან 18 სეზონი ითამაშა NBA-ში. 1992 წლის 7 თებერვალს დაიბადა ესპანელი ფეხბურთელი სერხი რობერტო. ის 2024 წლამდე იცავდა ბარსელონას ღირსებას. ამჟამად თამაშობს იტალიურ კლუბ კომოში. 1997 წლის 7 თებერვალს დაიბადა იტალიელი ფეხბურთელი ნიკოლო ბარელა. მან 2021 წელს იტალიის ნაკრებთან ერთად მოიგო ევროპის საფეხბურთო ჩემპიონატი. ის 2019 წლიდან თამაშობს მილანის ინტერში. 1877 წლის 7 თებერვალს დაიბადა ინგლისელი მათემატიკოსი გოტფრი ჰაროლდ ჰარდი. ის ცნობილია ჰარდი ვეინბერგის კანონის თანაავტორობით. 1885 წლის 7 თებერვალს დაიბადა ამერიკელი რომანისტი და დრამატურგი სინკლერ ლუისი. ის 1930 წელს გახდა პირველი ამერიკელი ნობელიანტი ლიტერატურაში. 1978 წლის 7 თებერვალს დაიბადა ბელგიელი ფეხბურთელი დანიელ ვან ბეიტენი. მან საკლუბო კარიერის უდიდესი ნაწილი გაატარა მიუნხენის ბაიერნში, სადაც 2006 წლის ივნისში გერმანული ჰამბურგიდან გადავიდა. 1964 წლის 7 თებერვალს დაიბადა ქართველი ისტორიკოსი, პოლიტოლოგი და პუბლიცისტი ლევან ურუშაძე. 1986 წლის 7 თებერვალს დაიბადა ქართველი კალათბურთელი გიორგი ცინცაძე. მან 5 ჯერ ევრობასკეტზე და ერთხელ მსოფლიოს ჩემპიონატზე იასპარეზა საქართველოს ეროვნულ ნაკრებთან ერთად. დააკომენტარე შენ რომელი ცნობილი ადამიანი იცი, რომელიც ამ დღეს არის დაბადებული.